მოგესალმებით, ახლა ვიმყოფებით პაპას ვენახში და ახლა პაპა გეტყვით თუ როგორ მოვიპოვეთ ჩვენი შრომით ასეთი ჩვენი ლამაზიანი ვაზი. მოგესალმებით ძვირფასებო, გიორგის აქვს წვალება, ძალიან პატარა იყო, 5-6 წლისა იყო, რომ აქეთა ყავდა ხოლმე და რაღაცეებში დაგვდევდა და გვეხმარებოდა. მართალია მუშას ეძახიან ჩემს სიხარულს, მაგრამ მაინც არა წვენიან, იმიტომ რომ გვერდზე გვიდგა ჩვენ ყველანაირად, არა ჩემო სიხარულო. აბა მოდიეთ დამიჭირე ახლა, მოდი. აბა ახლა მივანათოთ ჩვენ ყურძნებს, ნახეთ როგორ არის ეს ამას ვეძახი შავ რედგლობს. აქეთ არის ეს უყურეთ რედგლობია ესა. და უზარმაზარ მარცვლებსა და ტევას იკეთებს. აბა მოდი გენაცვალე. ამას შავ რედგლობს ვეძახი, ეს კიდე არის ალფონსო. იგივე მარცვლები ძალიან დიდია და აი უყურეთ ახლა ძალიან ბევრი ასხია, ესე ძალიან დიდ აი ტევანებსა და იმას იკეთებს და აი უყურეთ ახლა. აი ეგეთი რაღაცები როცა არის არა აქ უკვე ნაზარდი და ორი მტევანი აქ დაანათი აქეთ აი ეგ. უყურე? აი ესე დაანათე გენაცვალე. ამას საერთოდ ვარიდებ. იმიტომ რომ ამან 4-5 ფოთოლ ვერაფერს ვერ იზამს. ფოთოლი უნდა კონდეს ამას 8-ზე მეტი 8-10 ფოთოლის სუნაკლები უნდა კონდეს რომ ეს ყველაფერი საკნას. პატარა მტევნები არ უნდა ამას. უყურეთ? აჰა, აი მოდი გენაცვალე, უყურე. 2-2 3-3 მტევანი და ისინი და აი პაციები რაც იქნება რა, პაციები უნდა მოარიდოთ ისინი რა, პაციები სადაც სუსტები იქნება, აი კარგად არის ყველაფერი. აი უყურე, აქ მაანათე. უყურე. აჰა, აი ეს სულაც არ უნდა, აი ეს ეგეთი მტევანი, არც განვითარდება არაფერი. ფოთოლში უნდა იყოს ცოტა შეფუთული, უყურეთ, ფოთოლში უნდა იყოს, იმიტომ რომ ამას ეხლა ფოთოლში აქ მაანათე გენაცვალე, ნახე როგორ ასხია. ზოგს აი მოდი აქ ჩემო კარგო მოდი. აი 3 ასხია აქ აი ქიანათი ახლა აი ეს 1, აი ეს 2 დაანათე, აი ეს 3. ეს ვერ შეძლებს, აი ვერ უკვე გამოიდა ყვავილიდან კარგად არის, აი ქიანათი აქ ახლოში. აჰა. ესენი სულაც არ მინდა, იმიტომ რომ ვერ შეძლებს, იქ ორი არაუშავრად ხოდი, ცოტა პატარა ტევნებია. აი ეს მაღლა, ეს სუსტები უყურე. აი ესენი. სულაც არ გვინდოდეს. უნდა შეძლოს რამდენი ასხია, ნახეთ, აი ესენი, აი ესენი. სულაც არ უნდა. აი ტევანი, ნახე, აი გენაცვალე, ნახე, აი ტევანი. აჰა. ის კადრიანაჩკა ბლეკმეჯიკი სხვა ისაა. ნახე ახლა მოდი გეტყვი ახლა უყურე შენა. ნახე როგორ ასხია კიდე. აი მოდი ახლა. ეს უყურეთ ეს ვარდისფერი ქიშმიში, მტევანზე იცის. აი ნახე როგორ არის უყურე. აი თასავით აქ ამასაც როგორი ულამაზესი ისინი. აბა მოდი ჩემო სიხარულო. აჰა, გახედეთ ერთი როგორი ეს არის და აი უყურეთ რა. 3-4 რომელსაც აქ მაღლა არ გვინდოდეს და აი მოდი ახლა. აი კიდენი არის რომ ესენი არ გვინდა ძალიან ბევრი და წვრილები კიდე. აბა ახლა იქით გადავიდეთ. ეს არის უყურეთ, აი ეს არის თქვათ ერთ-ერთი ჯიში, რომელიც ვიცი რომ იკუმშება რა, შიგნით, აი ესენი ერთმანეთში ჯდება. და ამას მოდი ჩემო სიხარულო აქა. აი პატარა უყურე, აი პატარა შიგნიდან რაც აქვს უყურე, შიგნიდან, აი რაც მარცვლები აქვს შიგნიდან უყურეთ, აი ესენი. უნდა ამოეჭრას, აი უყურეთ, აი შიგნით რაც აქვს ისინი, რომ მე უყურეთ რო განვითარდება, შიგნით კარგად ჩაჯდება ეს. სუსტი ისინი სულაც არ გვინდა, უყურეთ, აი ესენი თვითონ გეუბნება, რომელი რა და რანაირად რა. აი რომელსაც დავინახავთ შიგნით არის არც მზე უდგა, არც არაფერი და შევათხელებთ ამ ტევას. წვრილებს საერთოდ მოაჭრით და თუ დავინახავთ კიდე უყურეთ ესენი რომ მე რო განვითარდება ერთმანეთს ესენი შეავსებენ. ნახე როგორი კარგი ის არის და კარგი იქნება ესენი მოვიპოვეთ დიდი ნატრით და ყველაფრით აი ეს ბადეები რომელიც ისა უყურე ჩემო სიხარულო და მე ამას ჩავსვამთ აი ესე უყურე აი ესე ჩავსვამთ გოხდათ ამას ნახე ხო და ამას მე გავბანტავთ ესე აი ესე გავბანტავთ აი ესე თან ეფარება ისა უყურეთ ეს მზესაც ცოტა ეფარება კარგად აი დაანათე ახლა ცოტა მზესაც ეფარება და აი ესე აღარ ჩიტი შეგვიჭამს აღარც მწერი აღარაფერი ცოტა კიდე წამოვიდეს წამალის კარგად მიუვა მზესაც დაიჭერს აი ესეც კარგი იქნება რომ ისაქნათ არის საქართველოში აგზავნიან ყველგან აბა ახლა ერთწლიანი ვაზი მოდი გენაცვალე ერთი აი ესენი უყურე როგორ გვისხია ეს ყველაფერი ნახე მოდი ნახე რა როგორ არის ეს ყველაფერი კარგად არის აი მოდი ისა აი ისა აქეთ დაანათე კიდე აჰა აქეთაც როგორი კარგად არის ყველაფერი აბა მოდი ჩემო სიხარულო ნახე აბა ახლა ქვემოთა ვნახოთ გავაგზავნოთ ხვებით ნახეთ ჩემო ძვირფასებო ეს არის წინა წლის ვაზი აი დაანათე გენაცვალე აი წინა წლის ვაზი არის ეს არის ფლიფსიდეს ერთ-ერთი საუკეთესო რაღაცა აი უყურეთ ამ იმას არ უნდა ორი რქა მაქვს მაგრამ ორ ტევას დაურჩენ არაუშავ რა ერთ საერთოდ მოაზრობ ჯობია რომ ერთი იყოს ხოლმე რომ გაძლიერდეს მაგრამ ნახოთ შეძლებს ეს ძლიერია შეძლებს სათითაო ტევას დაურჩენ ამას აი
აბა მოდი აქეთ შემოსიხარულო. ნახეთ როგორ ვითარდება ეს ყველაფერი. ნახე როგორ აქვს ყველაფერს კარგად. აი მოდი ნახე რა როგორი ახლოდან დაანათე რა. როგორი კარგად წამოვიდა ეს შენი საყვარელი ყურძენი ესეთი. აი სხვა ჯიშია ეს. აქ მოდი. ეხლა. აი ესენი კიდე არის, აი მე შენ დიდმა პაპამ და ერთად რო დავდგეთ ეს სამი ვაზია ისინი. ნახეთ ეს ყველაფერი. აჰა, აი სხვადასხვა ისინია მიანახიათ, აგერ ნახეთ შემოსიხარულო. არა, არ ვებდურებით, მაგრამ მაღლა სიცივე შეიხევნები გაიყინა. აქ არის სიცივე, ყოველთვის არის ძალიან დიდი სიცივეები, მაგრამ მაინც შევძელი ნახეთ როგორი კარგად არის. მე წამლებზე ჩავწერ, მაგრამ ვერს ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ წამლებზე მე თვითონ ყველაფერი დავყიდე, წამლები აი დაანათე გენაცვალე. კარგი წამლები რომ მეშუა, ყველაფერი მაქვს დაყიდული სახლიდან და ეხლა კიდე არა მიშავრა ცოტა გვაქვს რაღაცები. ნახე, აი მოდი, აჰა. მე მგონი კარგად გამოიყურება. ნახეთ, ესენი ჯობია რომ ცოტა აი მაგალითად აი ეს ყლორტი შემიძლიან აი მას დავაფაროა ესე რა, თუ ბადე არ არის რა რამე ეს. ყლორტები ჩავაფაროთ მზის ჩასulis ხრიდან. ნახე, ახლა მოდი გენაცვალე. რო არ დაგვიწევს, უყურეთ ცოტა აი ეს და არკინებს ეს მაინც ეს სპილენძები არკინებს. და 1-2 ჯერ გავრისკე და ეს ნახეწლიანია. გავრისკე და მივასწრე. აბა ეხლა ქვემოთ ავნახოთ. ეს არის ჩვენ გაკეთებული ხეივანი. ნახეთ როგორ გამოგვივიდა, აი ზამთარში ვიდეოებს რო ვიღებდი გენაცვალეთ, აი ეგ არის, აი კვირტებს რო ვჭრიდი, აი ესენია, ნახეთ როგორი ისინი კარგი არის, როგორ მოიმა ყურძნება, როგორ ეს არის, მაგრამ მაღლა ისეთი სიცივეები იყო, რომ ვას ვერ გვიზდი და მაღლიდან აი ეს არის ადგილი, რომელიც უბერავს, ნახეთ ჩვენი ტყეები და ისინი უბერავს სიცივე, სულ ყინვაა და სულ რა ვიცი, აქ როგორ გადავარჩინეთ, აქ არის ნამდვილი საქეიფო ბუნების ადგილი. დევე მშვიდობოდ გენაცვალე, აბა. ახლა